თავი მე-6. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა. უამრავი ხალხი მოჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა ავადმყოფებზე. იესო ავიდა მთაზე და იქ დაჯდა თავის მოწაფეებთან ერთად. იუდეველთა დღესასწაული პასექი ახლოვდებოდა. იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან. ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პურები ამათ რომ ვაჭამოთ? ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა. ფილიპე მიუგო: 200 დინარის პური არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს. მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ ანდრიამ, სიმონ პეტრეს ძმამ, უთხრა მას: აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც 5 ქერის პური და 2 თევზი აქვს. მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა? უთხრა იესომ: უთხარით ხალხს დასხდნენ. ხოლო იმ ადგილზე დიდძალი ბალახი იყო, რიცხვით 5000-მდე კაცი დაჯდა. იესომ აიღო პურები, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს. მოწაფეებმა კი იქ მოსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. როცა გაძღნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: მოაგროვეთ მონარჩენი ნატეხები, რომ არაფერი არ დაიკარგოს. მოაგროვეს და აავსეს 12 გოდორი იმ 5 ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც წუთის სოფელში უნდა მოსულიყო. რა კი იცოდა, რომ აპირებენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი. იესო კვლავ განმარტოვდა მთაზე. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ, ავიდნენ ნავზე და გაემართნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ. ჩამობნელდა და იესო ჯერაც არ მისულიყო მათთან. ძლიერი ქარი ამოვარდა, ზღვა ახელდა. 25-30 სტადიონი რომ გასცურეს, იხილეს, ზღვის ზედაპირზე იესო ნავს უახლოვდებოდა და შეეშინდათ. მან კი უთხრა: მე ვარ, ნუ გეშინიათ. უნდოდათ ნავზე აეყვანათ იგი და ნავი მაშინვე იმ მიწაზე აღმოჩნდა, სადაც მიდიოდნენ. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ და რომ არც იესო ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გასცურეს. სხვა ნავებიც მოვიდა ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. რა კი დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმს იესოს საძებრად. როდესაც იგი ზღვის გაღმა ნახეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ? მიუგო იესომ და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. იმიტომ კი არ მეძებთ მე, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც კაცის ძე მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა. უთხრეს მას: როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ? მიუგო იესომ და უთხრა მათ: ესაა საქმე ღვთისა, რომ ირწმუნოთ იგი, ვინც მან მოავლინა. ამაზე უთხრეს მას: რა ნიშანს იქ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია. პური ზეცი და მისცა მათ საზრდოდ. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. რადგან ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთის სოფელს. მაშინ უთხრეს მას: უფალო, მუდამ მოგვეცი ეს პური. იესომ უთხრა: მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწურდება. მე კი გითხარით, რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებ. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ, რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგან თქვა, მე ვარ პური ზეციდან ჩამოსული. ამბობდნენ, ეს იესო არაა იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ. როგორ ღამბობს ზეციდან ჩამოვედიო? მიუგო იესომ და უთხრა, ნუ დრტვინავთ ერთმანეთ შორის. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა. მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველებს უწერიათ, ყველა განისწავლება ღვთის მიერ, ყველა ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის. ისე კი არა თითქოს ვინმეს ეხილოს მამა, გარდა იმისა, ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც შემისწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური ჩამომავალი ზეციდან, რათა კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ხორცია ჩემი, რომელსაც უთისოფლის სიცოცხლისათვის გავცემ. იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში და ამბობდნენ, როგორ შეუულია თავისი ხორცი მოგცეს საჭმელად? იესომ უთხრა მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ ხორცს და არ შესვამთ კაცის ძის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. რადგან ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელია და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელი. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება და მე მასში. როგორც მე მოვავლინდა ცოცხალმა მამამ და მე მამით ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემით. ეს არის ზეციდან ჩამოსული პური. ისეთი კი არა თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ, ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. ბევრი მის მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა, მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა? იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო და უთხრა მათ, ეს გაცთუნებთ თქვენ? თუ კი იხილავთ კაცის ძეს იქ აღმავალს, სადაც წინად იყო. სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. უთხრა, ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული. მას შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს, თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? სიმონ პეტრემ უპასუხა, უფალო, ვიღასთან წავიდეთ. საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა. მიუგო იესომ. 12 არა გირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკი. ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან მას 12 თაგანს უნდა გაეცა იგი.